და ფინანსთა მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილეს. კოდექსი ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. მისი ეფექტურობის გასაზრდელად კი დავით ბაქრაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმად შეიქმნება ბიზნეს საბჭო. ის დეპუტატებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. საბჭო ადგილობრივ ბიზნესში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ერთ-ერთი კონკრეტული შეთავაზება და იდეა გახლავთ ის, რომ პარლამენტში შეიქმნას ერთობლივი ბიზნეს საბჭო, ეს იქნება პარლამენტარების და ბიზნესმენების ერთობლივი სტრუქტურა, სადაც განხილული იქნება მუდმივად ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს და რომელმაც შეიძლება შეაწუხოს ბიზნესი. მე თვითონაც მივიღებ მონაწილეობას ამ ბიზნეს საბჭოში და იმედი გვაქვს, რომ ესეთი რეგულარული კონტაქტით და რეგულარული კომუნიკაციებით ჩვენი ბიზნესმენების წარმომადგენლებთან შევძლებთ იმას, რომ საგადასახადო გარემო იყოს კიდევ უფრო უკეთესი და საქართველოში ბიზნესის წარმოება იყოს კიდევ უფრო მარტივი და კიდევ უფრო უკეთესი. განსაკუთრებით საიმპორტო რეჟიმები არის გამარტივებული იმპორტის დროს კონკრეტულად მათ უწევთ გაცილებით ნაკლები დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და ასევე სხვა გადასახადების ადმინისტრაციის წესის შეცვლიდან გამომდინარე, ვინაიდან კვარტალურზე არის ზოგიერთი ბიზნესის გადასული განაბრუნება არის გამარტივები და შემდეგ ეს მათთვის არის კონკრეტული ფისკალური შედეგი. ამის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კოდექსის გახლავთ, რომ მან შემოიტანა ასე ვთქვათ ნაკლებ ხისტი მიდგომა ბიზნესებისადმი, ანუ ადმინისტრირების მოქნილი ადმინისტრირება, რაც ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტია ჩადებული, მათ შორის ერთ-ერთი რაც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება არის წინასწარი გადაწყვეტილება, როდესაც ბიზნესს შეუძლია იცოდეს მისი სამომავლო გადასახადების თაობაზე,